ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ მოვისმინეთ წმინდა წერილის ნაწყვეტი, რომელშიც მოთხრობილი არის იგავი ლაზარის შესახებ. იყო გლახაკი ლაზარე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა და იმდენად ძიმე იყო მისი ცხოვრება, რომ მის წყლულებს ძაღლები ლოშნიდნენო და ამგვარად ხორცდებოდა მისი წყლული. და იყო მდიდარი ვინმე და რომელიც იგივე ქალაქში ცხოვრობდა და ლაზარე და მდიდარი ადამიანი ერთ დროს გარდაიცვალა. და წარდგენ ორივე წინაშე ღვთისა იგავში ნათქვამია, რომ იხილესო მათ მამა აბრამიო და აბრაამი ამ შემთხვევაში ეს არის სახე ღვთისა ამ იგავში. და მდიდარი იყო რა ჯოჯოხეთში იტანჯებოდა და შესთხოვა აბრაამს, რომ დამიხსენიო აქედან და წყალი მაინც დამალევინეო. ხოლო პასუხობს მამა აბრაამი, რომ შენო შენს ცხოვრებაშიო ყველანაირი სიკეთე მიიღეო და განცხრომით ცხოვრობდიო. ხოლო ლაზარე იყო სამოთხეში, უფლის წიაღში და ხარობდა ის და განკურნებული იყო ყველა მისი წყლული და მისი ტკივილი განქარწყლებული იყო და უთხრა აბრაამმა მდიდარს, რომ აი ლაზარემო ყოველივეო ჭირი დაითმინაო თავის ცხოვრებაშიო და ახლა ხარობს და არისო წიაღში უფლისა. და მაშინ მდიდარი ეუბნება, რომ ვინმე გააგზავნეო ჩემს ძმებთან, რომ უთხრან მათ აქაური ყოფის შესახებ და ისმინოს მისიო. პასუხობს უფალი მდიდარს, რომ ყავსო შენს ძმებს მოსე და წინასწარმეტყველნი და თუ მათი არ ისმინეს, ნებისმიერი ვინც არ უნდა მიუვლინო აქედან, მისისაც არ ისმინონ. და აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა მდგომარეობას გარდაცვალების შემდგომ ამ იგავის მაგალითზე. დღეს ასევე არის ხსენება ღირსი გაბრიელ ბერისა და სალოსის. და მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ
ჭეშმარიტება არის სულის უკტავებაშიო. ჩვენ ქრისტიანებს გვწამს სულის უკტავებისა. გვწამს რომ ყოფობა ჩვენი კი არ წყდება, არამედ გრძელდება ამ წუთის სოფლისგან გასვლის შემდგომ. და ვისაც ეს წამს, ის ჭეშმარიტებასთან ახლოს არის და ეძიებს მიზეზს, რომ ჩვენი უკტავის სულის მდგომარეობა ამ წუთის სოფლიდან გასვლის შემდგომ იყვეს ისეთი, რომ სიხარული მოგვანიჭოს. რომ მოგვენიჭოს ჩვენ სიხარული და შემეცნება ღმერთისა. და თუ ჩვენ ამ ჭეშმარიტებაში ვიმყოფებით და ვეძიებთ, ამ ჭეშმარიტების შემადგენელ ყველა ნაწილს, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივალთ ქრისტესთან. რამე თუ ქრისტეშია სულის უკტავებების ყველაზე აშკარა და ხილული მაგალითი ჩვენთვის. რამე თუ ქრისტეა ძე ღვთისა, სრული კაცი და სრული ღმერთი და ვიხილეთ ჩვენის ამდგარი და მასთან თანაზიარებით მის ღვთაებრიობასთან, ორბუნებოვნებასთან თანაზიარებით ჩვენ ვეზიარებით ღმერთს, შემოქმედს და ვეზიარებით სული წმინდა ღმერთს. და გვენიჭება სულის უკტავება არა წუხარებაში და ტკივილში, არამედ სიხარულში და ღმერთის მარადიულ შემეცნებაში. და ეს მდგომარეობა ლაზარესი და დიდარისა არის მაგალითი, როგორც აღნიშნეთ, სულის მდგომარეობის. ერთი არის სამოთხეში, ხოლო მეორე არის ჯოჯოხეთში. ერთი, რომელიც იყო უკიდურესად დაგლახაკებული, უკიდურესად უარყოფილი ადამიანთაგან, მას სიხარულის და ღმერთთან ყოფნის განცდა გააჩნია და უფალთან ახლოს ყოფობს. ის, ვინც იყო გაფუფუნებული თავისი სიმდიდრით და ყველანაირი განცხრომა ჰქონდა, ხედავთ, რომ მის შესახებ იგავი გვეუბნება, რომ ის არის ჯოჯოხეთში და წვალობს.
სხვა არის განზრახვა და განსჯა ღმერთისა და სხვა არის განსჯა ადამიანისა. ჩვენ დიდარსა და ძალაუფლების მქონე ადამიანს მივაგებთ პატივს და მიგვაჩნია, რომ აი ის ძალიან წარმატებულია. მას დიდი მიღწევები აქვს და დაიმსახურა პატივი. გლახაკზე ზოგჯერ ვიტყვით, რომ აი თავისი ცხოვრების შედეგია ასეთი რომ არის. მაგრამ სხვა არის უფლის განსჯა ადამიანების მიმართ ძვირფასო ძვანო და დანო. ამიტომაც ჩვენ არ უნდა ვიყვეთ სწრაფი და ესე იგი სულ სწრაფი გამსჯელები ადამიანისა. არ გავსაჯოთ გარეგნულით. არც მდიდარი, არც გლახაკი. ზოგი მდიდარი მრავალ სიკეთებს აღასრულებს. ზოგი გლახაკი ბოღმითაა და სიძულვილით შეპყრობილი. ამიტომ თვალაღებით ნუ გამსჯით ადამიანს. არამედ გამსაჯოთ ადამიანი სიკეთით, რომელსაც ის აკეთებს. და ეს სიკეთე არ აქვს მნიშვნელობა როგორი რის გამო არის ადამიანი დაგლახაკებული. აი მე ერთხელ შემხვდა ათენში, ეს იყო ათენში ადამიანი, რომელიც სულ დაწყლულებული იყო. ხელები, ფეხები და ეს გამოსეჩენად ჰქონდა და ასე ითხოვდა ის ფულს. და გადავწყვიტე, რომ მიმეცა მისთვის და გამაჩერეს და მითხრეს, რომ არ მისცეთო. მე ჩავთვალე, რომ ის ავათარი ის ადამიანი. და მითხრეს, რომ ესენიო აქვე ცხოვრობენო, იქ რაღაცა ისეთი უბანი იყო, აი ერთი კვარტალის, ასე ვთქვათ, ოდენობის, სადაც იყო დადგმული კარვები. და იქ ცხოვრობდნენ ნარკოტიკის ესეთი გამომყენებელი ადამიანები, რომლებიც იყვნენ აი უკიდურეს მდგომარეობაში, ესე იგი. უკიდურეს მდგომარეობაში, არა მხოლოდ დაავადებული, არამედ აი ყველანაირად რო იტყვიან დაგლახაკებული ეს ადამიანები ამ ნარკოტიკის გამო. და ნუ მისცემთო, იმიტომ რომ წავაო და ისევ ნარკოტიკს გამოიყენებსო, ახლა რამდენი უნდა მიმეცა, ხო თქვათ, მე მაქსიმუმ თქვათ მივცემდი მას რაღაც 2 ევროს, 5 ევროს და ამ თანხით წავიდოდა და რაღაცა უიაფეს, იაფასიანს ყველაზე რაღაცა ნარკოტიკს ეს ადამიანი კიდე შეიძენდა. და თავის მდგომარეობას კიდე უფრო მეტ გაჭირვებას მიუმატებდა. და მართალი რომ გითხრათ, მაინც მე ჩემს თავში ბოლომდე ვერ გავეცი პასუხი, უნდა მიმეცა თუ არ უნდა მიმეცა ამ ადამიანისათვის თანხა.
შეიძლება კი არა ის ადამიანი კი იყო ის რასაც წარმოადგენდა იმ მომენტისათვის, მაგრამ შეიძლება გამოეყენებინა საჭმლის საყიდლად ან წამლის საყიდლად. თუმცა კი მითხრეს, რომ საჭმელი მათთვის მოაქვთო ყოველდღიურად, მოაქვთო რაღაც ქალაქი ზრუნავდა თუ რომელიღაც ორგანიზაცია და საჭმელს ყოველდღიურად ურიგებენო მათო და ექიმიც კი მოდისო ყოველდღიურადო და უყურებსო მათ მდგომარეობას რა ვითარებაში არიან ისინიო. მაგრამ ის რაც მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სიკეთის გაკეთებაში როდესაც ვიწყებთ ფიქრს, რომ იმსახურებს, არ იმსახურებს, გავუკეთო, არ გავუკეთო, რასთვის გამოიყენებს, როგორ იმას იზამს, რას გააკეთებს შემდგომ. ყოველთვის ჩვენში სიკეთე უნდა იმძლავროს. ასე არის, მინდა გითხრათ, აი ქუჩაში თქვენს გინახავთ მრავლად ბავშვები ითხოვენ თანხას. და არიცი მართლა იმ ბავშვს რომ მისცე ის თანხა, რას მოახმარს? შეიძლება რაღაც ალკოჰოლი შეიძინოს, შეიძლება სიგარეტი თუ სხვა რამე ისეთი ავადმოსახმარებელი ნივთიერება. და პირადად მე ასეთ შემთხვევაში ვეკითხები, რისთვის გჭირდება თანხა? და გამიგია მე პასუხად, რომ დედა მყავს ავად და მისთვის თანხას წამლისათვის ვაგროვებო. და კვლავ მიკითხავს, რომ ხო არ მატყუებ? ადამიანს თუ ის იტყუება, რაღაცაში შეიძლება შეეტყობა. თუ ისე ოსტატურად იტყუება, რომ ვერ შეატყობ, ღმერთია მისი გამსჯელი რო იტყვიან. ანუ ჩვენ ყოველთვის მივცეთ საშუალებას სიკეთეს, რომ ის აღემატებოდეს თუნდაც სამართლიანობას და ესე ვთქვათ ლოგიკურობას. გონივრულობა გამოვიჩინოთ, რა თქმა უნდა. შევეკითხოთ, მოვიკითხოთ. შეიძლება ჩვენ გაუგზავნოთ წამალი. შეიძლება ჩვენ გაუგზავნოთ საკვები. შეიძლება ჩვენ მივიყვანოთ საავადმყოფოში. მაგრამ ყოველთვის გავამარჯვებინოთ სიკეთეს. ადამიანთან დამოკიდებულებაში და საკუთარ თავში. და გავაკეთოთ ეს ქრისტეს გულისათვის. გავაკეთოთ ეს ჩვენი უკვდავის სულისთვის. გავაკეთოთ ეს
ჭეშმარიტებასთან თანაზიარებისთვის. და მაშინ ღმერთის სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ აქაც ამ წუთის სოფელში და წუთის სოფლის დატევების შემდგომაც. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ყველა. ჩვენთან არს ღმერთი.